დილით გავიგე, სადღაც 1-8 საათზე დამირეკეს. რძის პროდუქცია მქონდა და ხილის პროდუქცია. ჩემი ახლა დილთახისა მაინც და მაინც 1-2000 ლარამდე იყო, მაგრამ მე მაგას შევლევდი. აი ხალხმა რა ქნას, ვისაც საწყობები და ის ჰქონდა ჩი. აი ეგენი მეწოდება. მე ჩემ წყაროს მონახავ შვილო სოფელში რაღაცა აქვს ახლა სადაც საშუალებები, ნაკვეთები რამე. წავალ მე კიდე შაფათკვირა წამოვალ ხოლმე რაღაცას გავხედი მაინც და აი ეს საწოდავ ხალხმა რა ქნას. ჩოზონი ცირაძე არიან იქიდან ადრე დაუწევდა ზოგი რამდენი იყო იქიდან ამოსული და კიდე ახლა იქ ზოგი იყო შოქშია ტირის ერთი ოჯახი ვით ვიყავი შეკრული ხალხი ვარ. აჰა დანაფისაროხს აჰა რა დღეში არა რა უნდა უთხრათ აბა ერთმანეთს უნდა გული გაუმაგრო და ცოტა ბაშკაცურად მოვიცეთ რა ვქნა. რასაც არ ეშველება იმას ვეღარაფერს ვიშველე. ჩემი გადარჩა მაგრამ მარტო ჩემი დამწვარიყო ნეტა და ყველასი გადარჩენილი იყო რატო გაგუწევდა მიშიკო რა იყო ისინი ჩემი მეგობრები არიან და მტკივა ძალიან მტკივა დირექციის წარმომადგენელი მენეჯერი იმის გარდა მაღაზიაც მქონდა ჯინსების სექცია იყო ქალის ჯინსების სექცია მაგრამ ჩემ ზარალზე აქ ზღვაში წვეთი არ ვსაუბრობ თანამშრომლებზე რომელსაც ესე ვაკმაყოფილებდით 350 კაცი მყავდა აქ დასაქმებული მინიმუმ ვსაუბრობ ახლა გათიშული ვარ და ყველას ბანკებით ქონდა გარემონტებული კარგი მაღაზიების გარდა ქონდა აქ საწყობები სადაც ინახავდნენ ბოტასების სექციები და წიგნების და ასეთი რაღაცეები რა ძალიან დიდი ზარალი აქ ზარალის თქმა აუღწერელი აქ არის ენრაოდენობის ზარალი ხილველი არის თანამშრომელი რომელიც ადრე მოდის ქალბატონი პროდუქტში ვაჭრობს მან მოვიდა 6 საათზე და მეუნება 7-15 წუთზე უკვე ალი დავინახე სუნი ვიგრძენი მოვტრიალი და წამებში გამოყვა ცეცხლეს სადღაც ალბათ 15 წუთიც არ დაჭირდა ამხელა ტერიტორიას უთა ჩაიფერფლა ყველაფერი არ არის აქ კერძო დაზღვევა ფიზიკურ პირზე არავიზე არ არის უბრალოდ დაზღვეული იყო ბაზრობა მაგრამ კონკრეტულად ფიზიკურ პირზე დაზღვევები არ აქვს. ხელშეკრულებით ქვემო მოიჯარეები ვიყავით ჩვენ თვითონ და ესენიც ჩვენი ქვემო მოიჯარეები იყვნენ. ეს არის ისეთი მოულოდნელი რაღაც ამდენი ხალხის ცოდვა, როგორ უნდა იყოს ბანკები აქ ხალხს გამოტანილი, დარჩენ უმუშევრები აქ მარტო იმაზე დაიწვა. რა გააკეთოს ხალხმა? რისი მედად გააგრძელოს ცხოვრება? სამსახურები არ აქვთ არაფერი. ეს იყო მათთვის ელემენტარული საარსებო წყარო. ამით არჩენდნენ ოჯახებს, თითეული მათგანი. რაღაც გამოსავალი უნდა იყოს და გვერდში დგომა გვჭირდება რა თქმა უნდა მთავრობისგან. ფაქტის სახეზე აღგერ თავიდან დაწვეს თუ დაიწვა არ ვიცი ბავშვთა სამყარო დავზარალდით მაშინ და ეხლა მეორედ კიდე დავზარალდით აქ. მე 50,000 საქონელი მქონდა. რა მაგალითად? ტანსაცმელი. მოლოდინი გვაქვს რა მთავრობის უნდა აგვინაზღაურონ. ჩვენ გადასახადს ვიხდიდით და ყველაფერი. ამ დილით და გავიგეთ 11 საათზე და პარკებით წამოვედი რომ მეგონა რომ აი ძვირიან საქონელს მაინც გადავარჩენდი რა. სერიებად რომ მქონდა პლაშოკები, სერიებად მქონდა პიჯაკები, ჟილეტები, კურტკები თავისთავად. ვერა რა თქმა უნდა ჯერ მინ შეგიშვა და კიბეზეც არ გვიშვებენ რომ უბრალოდ გადავხედოთ რა ხდება. ბანკში ვიყავი ერთ-ერთი 97,000 მაგვალი და ბანკში გავიქეცი რომ რა ვქნა ახლა მეთქო. იმიტომ რომ ფიზიკურად რა სესხით გაეცით ის ბიზნესი დაიწვა. და სია გადმოგვეცითო და რაღაც საშეღავათო პერიოდს მოგცემდა და საშეღავათო პერიოდი სულ 6 თვე და 5 თვე და 4 თვე მომწეს მე 4 თვეში აღვაზევებ გეხვეწები ამხელა ბიზნეს 15 წლიანი ბიზნესი დამიწყო ერთი არა და კიდე ბიზნესი დავიწყო და კიდე რამეზე ფიქრი დავიწყო ამ საქართველოში არაფერი არ ხდება ნორმალური რომ ხედავ რა რაღაცას ღიაფობს ადამიანი ოჯახი გადაარჩინოს და კი ხედავთ რაც ხდება ხელოვნურად თუ არახელოვნურად ფაქტია რომ გავნადგურდით რა